ამ ვიდეოში გაჩვენებთ ერთ პატარა ხრიკს გემინისთან დაკავშირებით. გემინისზე სურათის შექმნას, როდესაც ვცდილობთ ქართული პრომპტით, ანუ ქართულად, როდესაც წერთ შეტყობინებას, თუ რა სურათის შექმნა გინდათ, ძირითადად გემინი წერს, რომ მას არ შეუძლია სურათების შექმნა, თუმცა რეალურად გემინი შეუძლია სურათების და ვიდეოების გენერირება. როდესაც მას ინგლისურად მისწერს, მაგრამ ქართულ ენაზე რატომღაც ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სურათის გენერირებას. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ესეთი პატარა ხრიკი, როდესაც ვწერთ ქართულად. მაგალითად, დავუწეროთ შექმენი სურათი. ისო და ძაღლი ეზოში. ხა დავიწერს, რომ მას არ შეუძლია სურათების გენერირება. ამის შემდეგ დავწერთ try again. ეს ძალიან მარტივი არის მათთვისაც კი, ვინც ინგლისური არ იცის. Try again, ხოლო დამოუკ სიტყვას დავწერთ და გავუგზავნით. დავილოდებით რამოდენიმე წამი. მივიღეთ სურათი. მოდი ხა დავამატოთ ამ სურათში მაგალითად დამატე ბავშვი ამ სურათში. მოიგონა ეხლა რაღაც ტექნიკური ხარვეზები მაქვსო. დავუწერთ ისევ try again. დაველოდებით რამოდენიმე წამი. ჩვენი სურათი მზად არის. კატა, ძაღლი და ბავშვი. სულ ეს იყო.